მოლოდი რაც ქონდა ჯერჯერობით გარემო მაგას ამართლებს ამდენი პოლიციელის მობილიზება ცალსახად მიუთებს იმაზე რომ რაღაც აპირებენ. მოლოდი არჩევანი არ აქვს ბევრი, თვითონაც ჩიხში არიან. ერთი არის რომ ან უარი უნდა თქვან საერთოდ აკეთ ღონისძიებაზე, რაზეც მინიმუმ 3 ჯერ გვაქვს მიმართული და უხსნიდი რომ არ მეკუთვნის, მაგრამ უარი თქვეს შესაბამისად ერთადერთი გზა აქვს რომ უნდა უფრო მძიმე ფორმა გამოიყენონ და უფრო მძიმე ფორმა არის პატიმრობა, ამიტომ მოლოდი გვაქვს რომ დამაპატიმრებენ ისე როგორც ირაკლი ოქროშვილი. თარიღს ჩანიშნავენ ალბათ და მე მოსამართლე შეირჩევა. კომისიის წევრები თულუկ-წულუკიანი დავიბარეთ რამდენჯერმე, მაგრამ თვითონ ეს მოთხოვნა წულუკიანამდეც კი არ მიუშვეს ამათმა, სასამართლოშივე დაიბლოკა. და მოთხოვნილი გვაქვს, გასაჩივრებული გვაქვს, მე კიდე გასაჩივრებული გვაქვს, მე კიდე მოთხოვნილი გვაქვს და ორჯერ გასაჩივრებული და ყოველ ჯერზე უარი თქვეს. ჩემი აზრით მან ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ არ გამოურიცხა რომ პატიმრობაზე წავიდნენ. უბრალოდ მოუწევთ არა მარტო ოქროაშვილის და ჩემი დაპატიმრება, ეხლა წინასწარი თანამედ მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც, ირაკლის დაპატიმრებაც, ბადრის დაპატიმრება ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ნიკა მელიასის, ნიკა გვარამეს და გიორგი ვაშაძის და რა ვიცი, მაგრამ ამისთვის რამდენად არიან მზად, რამდენად თვლიან უკვე მაგ ფაზაში არიან ავტორიტარიზმის, მაგას დრო გიჩვენებს.